საღამ მშვიდობისა თქვენ უყურებთ არგუმენტებს და მე ვარ ჟურნალისტი თეასი ჭინავა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან ჩემი კოლეგები ჟურნალისტები და ასევე კოალიცია არჩევნის თავისუფლებისთვის წარმომადგენლები ზვიად ქორიძე და მაგდა პოპიაშვილი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. კოალიციამ საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. ამაზე აუცილებლად ვისაუბრეთ, მაგრამ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საუბარი იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ ჩვენ ტელეკომპანია მაესტროს გვეხება. დღეს ჟურნალისტებმა გაავრცელეს განცხადება. მე ამ განცხადებას პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ წავიკითხავ. არის რამდენიმე დეტალი, ბოლო ინფორმაციით დავიწყებ სოციალურ ქსელში. მაესტროს ერთ-ერთმა მესაკუთრემ, მამუკა ღლონდმა, ესე ვთქვათ, სტატუსად გამოაქვეყნა ესეთი ინფორმაცია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ საკაბელო კომპანიებზე დაიწყო ზეწოლა მაესტროს გამორთვის. მისნით შეიძლება სულ რამდენიმე დღეღა დაგვრჩა მაუწყებლობის იმედი 2-ის განხორციელება გადამწყვეტ ფაზაში შედის. განაცხადა მამუკა ღლონდმა გავრცელებული ინფორმაციით საკაბელო კომპანიების წარმომადგენლებს დაეგზავნათ წერილები ეროსი კიცბარიშვილისგან თხოვნით და მოთხოვნით, რომ ტელეკომპანია მაესტრო გათიშონ საკაბელო ეთერიდან. მანამდე თქვენ საზოგადოება მიცის, რომ საქალაქო სასამართლოში იყო შეტანილი განაცხადი, რომ ეროსი კიცბარიშვილს აეკრძალოს მაესტროს სახელით ყოველგვარი მოქმედება, ამაზე უარი მიიღეს, ანუ საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს არჩევანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ, რომელმაც ჯერ გააფრთხილა ეროსი კიცბარიშვილი, რომ ან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს მაესტროს ტერიტორია, დღეს ადვოკატს დიმიტრი გაბუნიას მიუვიდა წერილი, რომ არანაირ საფუძველს აღარ ხედავს იმისთვის, რომ ეროსი კიცბარიშვილი გამოასახლოს იმ ტერიტორიიდან, სადაც ის ახლა იმყოფება, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, ეს სცილდება მათი უწყების კომპეტენციას. და რას ამბობენ მაესტროს თანამშრომლები, ეს განცხადება იცის საზოგადოება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ჩემს სტუმრებსაც წავუკითხავ ამ განცხადების შინაარსს და საზოგადოებასაც კიდევ ერთხელ შევახსენებ. მოგეხსენებათ, მაესტროს ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჟურნალისტებს დღემდე არ გვაძლევს სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას, რაც პირველ რიგში ჩვენი პროფესიული მოვალეობის ხელის შეშლას წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც გვაკვისრია საზოგადოების წინაშე. საზოგადოება ჩვენგან ელის ინფორმაციას და ამოვლენების გამო ის ყველაზე მეტად ზარალდება. ბოლო დროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება ვფიქრობთ ამოვლენებს კიდევ უფრო ართულებს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ რუსთავის მედიის მართვის დამფუძნებლის ეროსი კიცმარიშვილის მიმართ გაკეთებული გაფრთხილება, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს მაესტროს ტერიტორია, დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი. მაესტროს მესაკუთრეების მოთხოვნაზე, რომ სასამართლოში განხილვების დასრულებამდე რუსთავის მედიის მართვის კომპანიას აეკრძალოს ყოველგვარი ქმედება მაესტროს სახელით საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საზოგადოებას კარგად ახსოვს და აქვს მაგალითები, თუ რა პრობლემები შექმნია დამოუკიდებელ მედიას. ჩვენთვის მთავარია აღდგეს მაესტროს სრულფასოვანი მაუწყებლობა და დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი. თუმცა მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა მაესტროს მაუწყებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნეს, ასე რომ არ მოხდეს სათანადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები. საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაკარგა იმედი. საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს მაესტრო. ამისთვის ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ როგორც ჩვენი საქმით, ასევე საპროტესტო აქციების ფორმით. ჩვენ იმედი გვაქვს ჟურნალისტური სოლიდარობის, რადგან სწორედ ამ სოლიდარობამ რეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით პირველი სერიოზული შედეგი გამოიღო. ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები, მე შემიძლია განახოთ ხელმოწერები მაესტროს თანამშრომლების, რომელიც თან ართავს ამ განცხადებას. და ხვალ პირველი აქცია იგეგმება, მაესტროს თანამშრომლები იკრიბებიან 16 დეკემბერს 16 საათზე ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, პირველ კორპუსთან, სადაც მდებარეობს პოლიცია და პოლიციის შენობის წინ გაიმართება პირველი აქცია. არის პირველი შეფასებები ჩვენი კოლეგებისგან მინდა მოვისმინოთ, ზუსტად გისმენთ. მოგესალმებით, მოგესალმებით თქვენს ჩვენს მაყურებელს. ცოტა უცნაურია ასეთი გაგრძელება მოვლენების, იმიტომ რომ მე მაქვს საკითხული კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, როდესაც მან ღიად და ცალსახად ყოველგვარი მიკიბ-მოკიბის გარეშე მაუწყებლობის ლიცენზია ცნო მაესტროს საკუთრებად მაესტროს განკარგავს ამ ლიცენზიას და რომ არავის არ აქვს სხვა უფლება იმაუწყებლოს აი ამ ლიცენზიით. მე მგონი ხა ამაზე მეტი ლეგიტიმაცია არ ჭირდება და არც უნდა იყოს ზედმეტი თავსამკროვი ეს თემა.
თავად კომუნიკაციების კომისიას, მას შემდგომ მე მგონი არც ეჭვი შეუტანია თავის წინა გადაწყვეტილებაში და არც რაიმე სხვა პროცედურა არ დაუწყია. თუ კონკრეტულ უძრავ-ქონებაზე არის დავა ან რაღაც კონკრეტული ოფისის პრობლემაზეა, ეგ სხვა საკითხია, მაგრამ რაც შეეხება მაუწყებლობას, აქ მე მგონი ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ამ საკუთრებიდან გამომდინარე იყო გარდა კომუნიკაციების კომისიისა ვერავინ ვერ უნდა შეძლოს რაიმე სიხშირული პრობლემების მოგვარება საქართველოში. ყველა სხვა გადაწყვეტილება იქნება უკანონო. კი ბატონო. კომუნიკაციების კომისიას ამის თაობაზე არ უმჟელია, მე რამდენადაც ინფორმირებული ვარ, თუ მანდამაინც ახლა საგანგებო სხდომა არა, ხო? მე არ ვიცი, ამისმენია არაფერი ამის შესახებ, მათ ოფიციალურ ვებგვერდზე არანაირი ასეთი ინფორმაცია არ დევს. ამდენად აბსოლუტურად ლეგიტიმურია, რომ სწორედ მაესტრო, სწორედ თქვენ მაუწყებლობდეთ, ანუ ის კომპანია, რომელმაც მოიპოვა აი ეს სამაუწყებლო ლიცენზია. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხედავთ, რომ პრობლემები, არ ვიცი ეს ხელოვნურია თუ როგორი, მაგრამ პრობლემები მაინც ექნება მაესტროს იმისთვის, რომ არც პოლიციას და არც სხვა უწყებას არ აქვს, რომ მით უმეტეს არც თავად მართვის კომპანიას არც გნებავთ კიდე ვინ არის ჩარეული ამ საქმეში. არ აქვს უფლება რომ ეს თვითნებურად გააკეთოს, იმიტომ რომ ეს არის ის სივრცე, ეს არის ის საქმე, რომელსაც მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნული კომისია გვაქვს. კი ბატონო, სწორედ ამაშია პრობლემა, ჩვენ მაუწყებლობთ საკაბელოს მეშვეობით, ჩვენ მაუწყებლობთ საკაბელოს მეშვეობით, რაც შეეხება სატელიტურ მაუწყებლობას, ეს ჯერ კიდევ რჩება მართვის პულტი იმ შენობაში და შესაბამისად გამოდის რომ უკანონოდ, გამოდის არა, თქვენ როგორც ამბობთ, ხო? და ეს ფაქტია, რომ ლიცენზია, სატელიტური თუ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია ეკუთვნის მაესტროს, ტელეკომპანია მაესტროს მის მესაკუთრეებს. ეროსიკი წმარიშვილი ამჟამად რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დამფუძნებელი იმყოფება იმ შენობაში, სადაც არის მართვის პულტი და მაუწყებლობს რა მნიშვნელობა გრას უშვებს ის ეთერში, მაუწყებლობს სწორედ მაესტროს საკუთრებას თურქეთთან მოლაპარაკება სატელიტური მაუწყებლობის თაობაზე, მაგრამ მე ნამდვილად ვიცი, რომ მაუწყებლობის ლიცენზია აქვს მიღებული ტელეკომპანია, სამაუწყებლო კომპანია მაესტროს დამფუძნებლებს, მათი განკარგვის საგანია ეს ლიცენზია და ამდენად სხვას არ შეუძლია ამით ისარგებლოს. ეს არის ძალიან სამართლებრივი დავა. ამაზე მე მგონი სადავეც არ არის არაფერი. მაშვილი ახლა უკანონოდ მაუწყებლობს სატელიტზე. კომუნიკაციების კომისიამ უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, ადეკვატური გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ სხვამ არავინ არ ისარგებლოს აი ამ ლიცენზიით. გასაგებია, ანუ ეხლა მოდით ესე ვთქვათ, აქცია რომელიც იმართება ხვალ ჟურნალისტების მხრიდან, რომ მოგვეცეს საშუალება შევიდეთ იმ შენობაში და სრულფასოვნად ვაწარმოოთ ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა. ეს არის ადეკვატური მოთხოვნა იმ უწყების მიმართ, რომელსაც ევალება პირველ რიგში სამართლიანობა აღადგინოს, ხო? ჩვენ უკაცრავად არ მივეც მაგდას აზრის გამოქვეყნება. ჩვენ საუბრობთ ახლა მაუწყებლობის ლიცენზიაზე. ეს არის ცალსახად გარკვეული. მე მგონი, შეიძლება თუ არ აქვს ვინმე სხვა მოსაზრება, შეიძლება ამაზე გამოთქვას. გნებავთ აგდარებოს, გნებავთ ნებისმიერ სხვა მედია პლატფორმაზე გამოთქვას ეს მოსაზრება, მაგრამ სხვა ყველა საკითხი, ეს არის აბსოლუტურად სხვა ტიპის სამართლებრივი საკითხი, არის თუ არა კანონიერად ეროსიკი წმარიშვილი იმ შენობაში, აქვს თუ არა პოლიციას, აქვს თუ არა პოლიციას მისი გამოსახლების უფლება, ეს სხვა დავის საგანია. ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ არ უნდა იმაუწყებლოს არავინ ამ ლიცენზიით. კი ბატონო, ამ დავის გამო მაუწყებლობს სწორედ ეროსიკი წმარიშვილი ახლა უკანონოდ იმ სიხშირეზე, რომელიც ეკუთვნის ტელეკომპანია მაესტროს და ამ დავის გამო არღვევს, კი ბატონო, და ამ დავის გამო ჩვენ ჟურნალისტებს ხელი გვეშლება ჩვენი საქმიანობის წარმოებაში. არის წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს, სწორედ ის რომ მოგვარდეს მაესტროსთან დაკავშირებული პრობლემები. მე მგონი წარმოადგენს, ხო? რა თქმა უნდა, დღიდან იმ კრიზისის შექმნისა, რაც მაესტროს აი დღემდე მოყვება და ძალიან სამწუხაროა. ერთი მხრივ თქვენთვის მაესტროს თანამშრომლებისთვის, ვინც აკეთებთ საქმეს და მეორე მხრივ საზოგადოებისთვის, რომელიც ამ საქმის სიკეთეს იგებს და აი იმ დღიდან მოყოლებული
პირადად ჩემი პოზიცია და ძალიან ბევრი ჩემი კოლეგის პოზიცია იყო ასეთი, რომ რანაირი ტიპის კრიზისიც არ უნდა იყოს, მაესტროს მაუწყებლობას, თქვენ საქმიანობას, ჟურნალისტების საქმიანობას არანაირი ხელისშეშლა არ უნდა ქონოდა. სამწუხაროდ, აი ეს დღემდე გრძელდება და აქ უკვე ყველა სხვა საჯარო თუ არასაჯარო დაწესებულება ამას. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ თქვენ არ აქვს ნორმალური მუშაობის საშუალება იმის გამო, რომ მართველი კომპანია, რომელიც ფორმალურად ვიცი, რომ 30 ნოემბრამდე იყო მართველი კომპანია, მას შემდგომ მე არ მინახავს სხვა დოკუმენტი. გაწყდა ხელშეკრულება დამფუძნებლების 100%-იანი თანხმობის შედეგად. აი ის წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, ასევე უნდა ყოფილიყო დაინტერესებული, რომ თქვენ მუშაობაში ხელი არ შეგშლოდოთ. კი ბატონო, მაგრამ სურათი ესეა. ფაქტი ჯუდია. კი ბატონო, მაგდა გისმენთ. თქვენ რა შეტაბილება გექნება? ხვალინდელ აქციას მე მაინც ვთვლი, რომ ეს აქცია გასაკეთებელია და სწორედ პოლიციასთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ ასეთი აქცია თუნდაც იგივე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთანაც გამართულიყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან რეაგირება უნდა მოახდინოს ასე ვთქვათ, დღეს ორი მაესტროს არსებობასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოს გაერკვას, აქვს თუ არა უფლება კიცმარიშვილს გავიდეს სატელიტზე და ჩართოს ნებისმიერი სხვა არხი გარდა მაესტროსი. რაც შეეხება პოლიციას, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შენობაზე ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სწორედ დამფუძნებლებს. თუ ეს მართლაც ასეა და თუ ჩემი ინფორმაცია ზუსტია, თავისთავად ცხადია, იქ ყოფნის ლეგიტიმური უფლება აქვს სწორედ მაესტროს მესაკუთრეებს, გენერალურ დირექტორს და თავისთავად ცხადია ჟურნალისტებს, რომლებსაც დღეს ისევ დევნილობაში უწევთ ყოფნა და საგანგებო პირობებში მუშაობენ. კი ბატონო, მაგდა, ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაკარგა იმედი. გაქვთ თუ კი ესე განვითარდება მოვლენები, რომ არ შეიცვალა ის ტენდენცია, რასაც ვაკურდებით ჩვენ დღეს. თუ კი ვამბობთ იმაზე, რომ მაესტროს თანამშრომლებს არ ეძლევათ მუშაობა, სრულფასოვანი მუშაობის საშუალება, არ ხდება, ესე ვთქვათ, გაფრთხილების სისრულეში მოყვანა, რომ უკანონოდ არ უნდა მაუწყებლობდეს სატელიტურ ლიცენზიაზე, სიხშირეზე, ამ შემთხვევაში ესა თუ ის კომპანია, ესა თუ ის მართვის კომპანია, ეს ტენდენცია თუ კი ესე გაგრძელდება, შეიძლება შეგექმნათ თუნდაც თქვენც როგორც ჟურნალისტის ისეთი წარმოდგენა, რომ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს სწორედ იმედის სცენარის მიხედვით ვითარდება. ერთხელ რაც უკვე ვნახეთ. შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, შეიძლება შეგვექმნას და შორს არ იქნება ეს ყველაფერი ალბათ ამისგან, მით უფრო ამ განცდას გვიტოვებს ძალიან ბევრი ის ფაქტი, რაც დღემდე მომხდარა და მედიასთან დაკავშირებით ჩვენ გვინახავს არა მხოლოდ იმედი, მაგალითად მეცხრე არხი, მაგალითად იბერია და ყველა აბსოლუტურად სხვადასხვა ფორმით მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აღარ არსებობს ძალიან ბევრი ტელევიზია, რაც 2003 წლამდე არსებობდა და ძალიან ბევრი გაზეთი, ხო? აქედან გამომდინარე არ იქნება გასაკვირი არაფერი, თუმცა მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ასე ტრაგიკულად არ გაგრძელდება მოვლენები. ჩემთვის ძალიან გასაოცარია გუშინდელს შემდეგ რა შეიცვალა ისეთი, რომ პოლიციამ უცებ საკუთარი კომპეტენციიდან გაიტანა ამ პრობლემის გადაწყვეტის საკითხი. მაშინ როცა გუშინდლამდე არ არსებობდა არანაირი ეჭვი და საფუძველი იმის, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. ჩვენ გუშინ ყველამ თუ ვინც ვნახეთ თუნდაც იგივე შალვა რამიშვილის აკრედიტაციის გარეშე იქ ყველა მოვისმენდით პოლიციის გამომძიებლის ფრაზას, რომ ჩვენ გვაქვს 30 დღიანი ვადა. მე მაინც ველოდი, რომ ისინი ამ ვადას მაინც ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება გაწელავს, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ მისთვის ხეირია ამ მდგომარეობაში მაესტროს ყოფნა, არის ის ჩარეული თუ არ არის ამის მიუხედავად, ამიტომ ის ალბათ გაწელავს ვადებს და 30 დღის თავზე მივაეროს ისარდ და გამოიყვანს, მაგრამ დღეს აბსოლუტურად მოულოდნელია ჩემთვის ის განცხადება, რაც თქვენ გაგვაცანით, რაც თქვენს ადვოკატს მივუვიდა, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ განსამარტია რატომ აღარ არის დღეს პოლიციის კომპეტენციის საქმე. მოდით ეს დეტალი განვმარტოთ, იმიტომ რომ პირველ რიგში 7 დეკემბერს, როდესაც მოვიდა გაფრთხილება, მიუვიდა გაფრთხილება აეროს კიცმარიშვილს იმის თავებაზრად დაეტოვებინა ტერიტორია, იქ იყო ესეთი სიტყვა დაუყოვნებლივ. შემდეგ უკვე, როდესაც 2-3 დღის წინ მაესტროს მესაკუთრეები მივიდნენ პოლიციაში იმის გასარკვევად, რატომ არ ხდება მათვიერვე გაცემული გაფრთხილების შესრულება, გამომძიებელმა განაცხადა, რომ 30 დღის ვადაში შეუძლია მას სისრულეში მოიყვანოს ეს გაფრთხილება. დღეს კი მე მოგიყვანთ ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას
ფრაზას ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით 9 საათის წინ პოლიციისგან მივიღეთ წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ კიწმარიშვილის გამოსახლების საფუძველს ვერ ხედავს, რადგან ეს სცილდება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას, რის გამოც აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა და გვირჩევს, რომ სასამართლოს მივმართოთ, სასამართლოს გზით ამის გარკვევა დაახლოებით 9-10 თვიან პროცედურას მოითხოვს. ამ ხნის განმავლობაში მაესტროს საკუთარი ფართის გარეშე დარჩენა კი მის პარალიზებას გამოიწვევს, განაცხადა გაბუნიამ. ზუსტად მე მინდა ერთი რამ მკითხოთ. ეხლა უკვე შეიძლება თუ კი აქამდე არსებობდა გარკვეული მოსაზრებები, რომ ეს არის შიდა დავა, ეს არის სხვა საკითხი, რომელზედაც ესე არ შეიძლება პირდაპირ დავადანაშაულოთ ხელისუფლება. იკვეთება ხელისუფლების ირიბი მონაწილეობა, თუნდაც რომ მაესტრომ ვეღარ აღადგინოს სრულფასოვნად მაუწყებლობა. შეიძლება ამაზე ვისმრჩევლოთ დღეს უკვე ღიად. ის რომ რა თქმა უნდა ინტერესი იქნება და არის ამ წუთას ყოველ შემთხვევაში ფაქტია და მომავალშიც ალბათ იქნება ხელისუფლებისა რომ იყოს ეთერი მაესტროს გარეშე. ამაზე მე არ მაქვს ორი აზრი პირადად, მე არ ვორჩობ ამ თემაზე და არ გეპარებათ ეჭვი. არ მეპარება შეჭვი, რა თქმა უნდა ეს ლოგიკურია, რომელიც ძალიანაც აწყობს ხელისუფლებას, რომ არ იყოს ეთერში მაესტრო. არის მეორე პრობლემა, იგი რამდენად უხილავი ფორმით მუშაობს და რას აკეთებს იმისათვის, რომ მიაღწიოს ამ მისთვის სასურველ შედეგს. ერთია მართველი კომპანიის დამოკიდებულება ამ საქმისადმი რამდენად ჯდება ხელისუფლების ინტერესებში, ეს ერთია, მეორეა თავად რამდენად იქნება კმაყოფილი სხვადასხვა რანგის საჯარო დაწესებულება დღეს, რომ მიუშვას ეს პროცესი აი ესეთ დინებაზე, ნაკლებად ჩაერიოს მასში, არ აღასრულოს სამართალი, თუ ამისი საფუძველი მას აქვს, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქვს თუ არა კონკრეტულად ნოცუბიძის 93-ში, აი იმ შენობაში ეროსი კიწმარიშვილის ყოფნის უფლება და იქ ცხოვრების უფლება. მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ სათანადო დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ როდესაც აი ამ პრობლემას ვაწყდებით ჩვენ, რომ დღეს ეთერში არის ორი სიგნალი. დღეს მიდის დაახლოებით აი ეს პროცესი, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, რომ ეროსი კიწმარიშვილი იწყებს ახალი ეს მან განაცხადა, რომ 300-მდე CV აქვს მიღებული, თანამშრომლების მიღებას და აპირებს მუშაობას მაესტროს სახელით. ის რომ დეტალს დავამატებ, რომ იგივე კონტრაქტის მიხედვით, თუნდაც რომ არსებობდეს ხელშეკრულება, ამ დრომდეც რო არსებობდეს მართულ კომპანიასა და მესაკუთრეებს შორის ის ხელშეკრულება, რომელზედაც იყო საუბარი, ხო? იმ ხელშეკრულების მიხედვითაც, ამ ხელშეკრულებაში გარკვევით არის, ნათქვამი, რომ შიდა საორგანიზაციო ცვლილებების უფლება მართულ კომპანიას არ გააჩნია, არ აქვს უფლება არც ერთი თანამდებობის, არც ერთ პოზიციაზე მომუშავე ადამიანის გათავისუფლება ან მიღება მესაკუთრეებთან შეუთანხმებლად. მე მაინც იმ თემას უბრუნდები, იმიტომ რომ თუ მართლა დღეს დადგა საფრთხის წინაშე მაესტროსთვის სიგნალის გამორთვა და როგორც წაგვიკითხეთ ინფორმაცია, ამის საფრთხე არის. დიახ. ყოველ შემთხვევაში დამფუძნებლები ამის გამოთქვამენ. ეს არის ეს მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე იქნება უბრალოდ ასეთ დროს უმოქმედობა ხელისუფლების სარკეული ორგანოების იქნება სწორედ მათი გაცხადებული ნება, რომ მაესტრო არ იყოს. ანუ რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში ხელისუფლება, მახკვეთოს უკანონობა, მაგალითად რომ მაუწყებლობს მართველი კომპანია უკანონო. აუცილებლად მე მიმაჩნია, რომ ეს არის დროულად გადასაწყვეტი კომუნიკაციების კომისიამ კიდევ უფრო დეტალურად მეტიც დამარცვლით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ამ შემთხვევაში არა საზოგადოებას, იმიტომ რომ საზოგადოება მივიღეთ ეს ინფორმაცია, არამედ მის ერთ ნაწილს ხელისუფლების სახით და აუხსნას, რომ ეს უნდა შეწყდეს. კი ბატონო. და შემდგომ შეიძლება თუ რა თქმა უნდა იქნება საფუძველი მართულ კომპანიას რო იჩივლოს, მე შეუძლია იჩივლოს. თუ არ ექნება საფუძველი, ეს იქნება გარკვეული, მაგრამ აი ასეთი ფორმალურად უკანონობის დაშვება და ამის გამართლება, ამისი ხელის ამისთვის ხელის არ შეშლა, ეს მე მიმაჩნია, რომ არის რაღაცა ფარული მოქმედება, უხილავი მოქმედება სწორედ იმისთვის, რომ
მაესტროს ეთერში ყოფნა დადგეს ეჭქვეშ, მაგრამ უფრო უკვე ღია გახდება ალბათ. ეს არ უნდა მოხდეს. აი, ამიტომ მეჩნია რომ დღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრია კომუნიკაციების კომისიას, რომელმაც ეს საჭიროა საგანგებო განცხადებით დღესვე საჭიროა ხვალ, მიუხედავად არ მგონია რომ ხვალ ამისით პრობლემა იყო, შეუულებრივი სამუშაო დღეა, შეუძლია გააკეთონ ეს განცხადება დილითვე და არც ერთ საკაბელო ოპერატორს არ აქვს იმისი მაესტროს სახელით ეთერში გაუშვას კომპანია, რომელსაც არ აქვს ის ლიცენზია, რომელსაც ფლობს მაესტრო. კი ბატონო. მე ერთი კითხვა და მაესტროს უნდა დავასრულოთ საუბარი. ჩვენ ანუ ჟურნალისტები ხვალ გვეკმავთ აქციას, იქნება თუ არა სოლიდარობა ამ ხრივ ჟურნალისტების მხრიდან მე მაინტერესებს. ამ შემთხვევაში თქვენ გეკითხეთ. იმედი მაქვს რომ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ კოალიცია ნამდვილად მოვალთ, ჩვენ აქ გავიკეთ რომ ეს აქცია იმართება და იმედი მაქვს ზიადე არ შემეწინააღმდეგება რომ ჩვენ ნებისმიერი აქცია, რომელიც ემსახურება ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის ნორმალურ წარმართვას, რა თქმა უნდა, იქნება მხარდაჭერილი. მე ასე მიმეჩნია. კი ბატონო. მე ვფიქრობ რომ მოვლენ ჩვენი კოლეგებიც გაზეთებიდან და ტელევიზიიდან. ჩვენ უბრალოდ ამ შემთხვევაში არ ვაკეთებთ რაიმე ესეთ მოწოდებას, უბრალოდ ჩვენ ვატარებთ აქციას და იმედი გვაქვს ჟურნალისტური სოლიდარობის, რომელზედაც იყო განცხადებაში იყო საუბარი ფოტორეპორტერების საქმეზე და მე ძალიან მინდა რომ ეს ადამიანები ისევ ნახო ერთად შეკრებილები ამჯერად უკვე მაესტრო ჟურნალისტების დასწრებით. გადაცემაში რეკლამა და რეკლამის შემდეგ უკვე იმ კვლევას დაუბრუნდეთ, რომლითაც მოვიდნენ ჩვენთან კოალიციის წარმომადგენლები. რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ზვიად ქორიძე, მაგდა პოპიაშვილი, ჩვენი გადაცემის სტუმრები. მე ვიცი რომ და საზოგადოებამაც იცის რომ კოალიციას არჩევნის თავისუფლებისთვის აქვს საინტერესო კვლევა მომზადებული მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და სწორედ ამ კვლევაზე ვისაუბრებთ დღეს. მოდით მაგდასგან დავიწყოთ საუბარი ამაზე. მაგდა რა დარღვევებზეა საუბარი ამ კოალიციის კვლევაში? ჩვენ დღეს ორნაწილიანი კვლევა წარვადგინეთ, ეს პრინციპში კვლევაც არ არის, ეს არის მოგროვებული თავმოყრილი ფაქტები, ერთი მხრივ მედიის პრობლემების ანალიზი, თუ რა დარღვევები მოხდა ბოლო რამდენიმე თვის, უახლესი 3 თვის განმავლობაში მედიაში და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები გვაქვს ასევე თავმოყრილი. მოგეხსენებათ ბოლო 2 თვის განმავლობაში, მაისის მოვლენების შემდეგ პრაქტიკულად მიწყნარებულ და მინა ყოველ შემთხვევაში არანაირი მსგავსი ზეწოლები ასე აქტიურად არ ხორციელდებოდა ადამიანებზე და ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკურ სივრცეში გამოიწვია ხელახალი გააქტიურება და ჩვენ გვაქვს საკმაოდ ბევრი ფაქტი, არა მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვის წევრებთან დაკავშირებული, არამედ სხვა პარტიებთან დაკავშირებული და ზოგადად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან დაკავშირებით, როდესაც მათზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა გათავისუფლება სამსახურებიდან და ამ შემდეგ. ყველაზე მძიმე ამ ხრივ ვითარება არის პედაგოგებთან დაკავშირებით, სამცხე ჯავახეთშიც კი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონია და თითქოს პრობლემა იქ არასდროს არ არის ხოლმე საარჩევნოდ სუყახმების წამოღების, ამ რეგიონშიც კი 5 თუ 6 პედაგოგი გათავისუფლდა სწორედ მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. აი, როგორ ხდება ეს გათავისუფლება? აი, ეს ადამიანები აფიქსირებენ თავად მოსაზრებებს და დიახ, როგორ ჩანს ასეა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს თავად ამ პედაგოგებმა, ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოიტანა ჩვენი კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და ეს ადამიანები ადასტურებენ, რომ სწორედ მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო მოხდა მათი გათავისუფლება, თუმცა თავად დირექტორები, სკოლების დირექტორები, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ ისინი იყვნენ არაპროფესიონალები და ამიტომ მოხდა მათი გაშვება სამსახურებიდან. ასევე იყო ხაშურის რაიონში გათავისუფლდა რამდენიმე პედაგოგი მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფალი დემოკრატების ან აქტივისტების მეუღლეები, ან უბრალოდ მხარდამჭერები იყვნენ და შეხვედრაზე იყვნენ ირაკლი ალასანიასთან, მოგახსენებათ ალასანიას ბოლო პერიოდში ხშირად აქვს შეხვედრები რეგიონებში მოსახლეობასთან. აი ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია. ბევრია ფაქტი, იგივე ალასანიას პარტიას უკავშირდება მანქანების ნომრებით, როდესაც ხდება ღია ან ფარული თვალთვალი
როგორც პარტიულ ლიდერებზე, ისე ადგილობრივ მათ მხარდამჭერებსა და აქტივისტებზე. იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც მათ სახლში მიაკითხეს და კატეგორიულად მოთხოვეს პოლიტიკური აქტიურობა. იყო ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი აქტივისტის შვილი დაიჭირეს და ნარკოლოგიურ შემოწმება ჩაუტარეს მხოლოდ იმიტომ, რომ მამამისმა, რომელიც ასევე ალზანიას პარტიის აქტივისტია, გაბედა და ჰიბრიდულ სიმინთან დაკავშირებით კომენტარი მისცა სხვადასხვა ტელეკომპანიას და ეს იყო სიგნალი და როდესაც ერთი თვის თავზე, როდესაც პოლიციის ხელმძღვანელობა შეხვდა თავად პარტიის წარმომადგენლობა, მათ არ დაუფარავთ, რომ ეს იყო მხოლოდ იმისთვის გაკეთებული, რომ სიგნალი გაეგზავნათ მამისთვის და არ იყო გამიზნული შვილის დაკავება. ასე რომ ასეთი ფაქტები ჩვენ ეს ყველაფერი რატო დავიწყეთ დღეს არჩევნებამდე პრაქტიკულად 1 წელია, ხო? თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა და გაზაფხულზე არ მივიღეთ არჩევნები. ჩვენი მიზანი არის სწორედ ის, რომ ქრონოლოგიურად და გავაკეთოთ ხოლმე და დინამიკაში შევხედოთ შემდეგ პროცესს. საითმიდის პროცესი იკლებს ასეთი ფაქტები თუ იმატებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. ასეთივე პრობლემებია მედიაში. მოდი ვიდრე მედიაზე გადავიდოდეთ, მანამდე ზვიაცმაში ვკითხავ, ესე თვალშისაცემია ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის შემდეგ დარღვევები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. მე ივანიშვილს აღარ ვისაუბრებ სპეციალურად, იმიტომ რომ მედიის უბრალოდ იმაზე რომ დავუშვათ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ახლობლები არიან პოლიტიკურად უკვე დაკავშირებული მასთან, მათი ოჯახის წევრები და საკმაოდ ბევრი ფაქტი დაგროვდა სხვადასხვა რეგიონში, სხვათა შორის არა მხოლოდ თბილისში, არა მხოლოდ საჩხერეში, არამედ კახეთშიც, ქართლშიც და სხვა რეგიონებშიც. დუშეთშიც. ხო, წყეთა-მთიანეთშიც იყო ესეთი შემთხვევები. ეს ერთი მხარეა, მეორე მხარეა ის, რომ პოლიტიკური პროცესი ბევრად უფრო გამოცოცხლდა, დინამიკა შეიძინა, ამან რა თქმა უნდა, არ ვიცი იყვნენ ამისთვის მზად მმართველი ძალები, არ იყვნენ ეს მათი პრობლემა, ფაქტია რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ხისტად დაიწყეს მოქმედება, ამიტომ დაგროვდა ამდენი ფაქტი დროის ამ პატარა მონაკვეთში. ბოლო 3 თვის განმავლობაში, ხო? აქ საუბარია არც კი 3 თვის, ბოლო 2 თვის განმავლობაში. ადამიანის უფლებები 2 თვეა, მედია არის ცოტა უფრო მეტი 3 თვის მასალები ავიღეთ. რომ ავიღოთ мотивация, რატომ შეიძლება გაუშვას სკოლის დირექტორი, როდის გახდა იგი ან არასანდო, ან არაპროფესიონალი, იქნებოდა სკოლის მასწავლებელი, იქნებოდა ექიმი, რომელიმე კონკრეტულ რაიონში. ან და კიდევ ასეთ ძალიან ბევრი სხვა ფაქტია. საკმაოდ სქელი დოკუმენტია, დღეს არჩევნის თავისუფლებამ მოაწყო პრესკონფერენცია და ეს მასალები გააცნო საზოგადოებას, იქ იყვნენ ჟურნალისტებიც, იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩო წარმომადგენლები, საელჩოების და მათ ეს ინფორმაცია მიიღეს. ეს არის პრევენციული მექანიზმი, რომელსაც იყენებს ჩვენი კოალიცია იმისათვის, რომ დღეს არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, არც იმდენად დიდი თქვათ რომ ეს დაგვავიწყდება, მაგრამ ხო, საერთოდ არის დიდი დრო იმისთვის, კი, მაგრამ აი ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებ მაგდას ეჭვს და ვარაუდს რომ არ ვიცით როდის იქნება არჩევნები, მაგრამ ალბათ ობიექტურად უნდა იყოს შემოდგომაზე, მაგრამ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ერთი მხრივ ეს ინფორმაციები უნდა გვქონდეს და მეორე ამ ინფორმაციებზე რეაგირების მექანიზმებიც უნდა ავამოქმედებიოთ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ჩვენ ეს მხოლოდ დავაგროვოთ და გავავრცელოთ მხოლოდ იმისთვის რომ შევქმნათ რაღაც პორტფოლიოები, სადაც გამოჩნდება, რომელიც გამოაჩენს ხელისუფლების ავტორიტარულ სახეს, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, სწორედ ეს ხელისუფლება მივიყვანოთ იმ ზომამდე, რომ მან დაიწყოს აი ამ ასეთი ტიპის ფაქტების პრევენცია. თუ ვერ შეძლებს, მაშინ რა თქმა უნდა ის გადაიზრდება სხვა. ვიდრე მაგდა გვეტყვის მაგალითებს მედიასთან დაკავშირებით, მე კიდევ ერთი კითხვა ზვიათმიდა დავუსვა, მაგდამაც აღნიშნა და ზვიათმაც ესე რომ ვთქვათ, გამოდგა ეს ვარაუდი, თუ არჩევნები იქნება შემოდგომაზე. თუ აუცილებელია რომ დავსვათ ამ საკითხზე, არსებობს ამის რეალური საფუძველი, რომ შეიძლება არჩევნები უკვე რა თქმა უნდა 2012 წელი, ისევე როგორც ყველა სხვა წელი, შეიცავს 4 თვეს, 4 პერიოდს, 4 წელიწადის 4 დროს.
ზამთარიც იქნება გაზაფხულით, საფხულით, შემოდგომას არ ვიცით, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში როდის დაინიშნება არჩევნები და როგორ განსაზღვრავს ამ დანიშნული არჩევნების ლეგიტიმაციას ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ 2012 წელს რომ ვერ გადაცდება და თუ გადაცდება ლეგიტიმაციის პრობლემა დაუდგება ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნები, ეს ფაქტია და უკიდურესი ვადა შემოდგომა და ჯერჯერობით საჯარო რიტორიკაში ხელისუფლება შემოდგომისკენ იხდება. არ ვიცით. კი ბატონო, მედიაზე საუბრობდით, მაგდა კონკრეტული დარღვევები რაც არსებობს სამკვლევარში და შემდეგ საკმაოდ ბევრია. მე თქვენს თემას აღარ შევეხები, იმიტომ რომ პირველ ნაწილში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. მე დავიწყებ გაზეთ ბათუმელებით. თქვენ კარგად გახსოვთ და თქვენთან იკა ბერძესთანაც იყო ამაზე საუბარი გადაცემაში 20 ნოემბერს, როდესაც ბათუმელების ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს და იპოვეს პირი, ვინც ახორციელებდა თედო ჯორბენაძეზე ზემოქმედებას, გადაბირ შანტაჟს, უბრალოდ მისი გადაფირების მიზნით. 20 ნოემბრიდან თითქმის ერთი თვეა გასული. არანაირი რეაგირება ამ ფაქტს არავის მხრიდან, გარდა ჟურნალისტებისა, ამ თემით დაინტერესებული NGO-ებისა არ მომხდარა ოფიციალურ პირების მიერ. ასეთი გვაქვს უამრავი ფაქტი. არც ერთ დარღვევაზე, რომელიც მედიას უკავშირდება, ისევ როგორც ადამიანის უფლებების ნაწილს, არ ყოფილა არც ერთი ფაქტზე რეაგირება. არ ყოფილა რეაგირება გელამთიულიშვილის ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც ყოფილმა პროკურორმა მეილზე გაუგზავნა მუქარი შემცველი წერილი და დღემდე ველოდებით, რას მოიმოქმედებს ოფიციალური მხარე, ვისაც ევალება ამ საქმესთან დაკავშირებით რეაგირების მოხდენა. ასევე 14 ნოემბერს მაგალითად დილის 11 საათზე ჩოხატაურში გურიანიუსის ჟურნალის ნატო გოგელიას შეუქმნეს პრობლემები, როდესაც იქ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მას არ მისცეს გადაღების უფლება და ხელების გრეხვით გაიყვანეს ადგილიდან, მიუხედავად იმისა, რომ იქ არც შემოფარგლული იყო ტერიტორია, არც არავის უთქვამს, რომ იქ გადაღება არ შეიძლებოდა და ამ შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მაინც მინდა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ითქვა ამ საკითხზე, ყურადღება გავამახვილო ისევ მერის პროექტს ათაში ჯიხურის ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერებს, იმიტომ რომ დღეის მონაცემებით ჩვენ გუშინ ყველა გამავრცელებელს გადავურეკეთ და 46 ჯიხურია აღებული. აქედან მაცნეს 29 ჯიხურია აღებული და ამ 29 ჯიხურიდან 3 შეეწირა აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციას და იქ თუ აღება შეიძლება დადგმა რატომ ვეღარ მოხერხდა ძალიან საინტერესოა. პლანეტა ფორტეს 13 ჯიხურია და ელვასეროსის 4 ჯიხურია ამ ეტაპისთვის აღებული. ეს ადამიანები სამივე კომპანიის ხელმძღვანელები ვარაუდობენ, რომ მათი ჯიხურები კიდევ უფრო მეტად შემცირდება და უბრალოდ ისინი თავიანთი ბიზნესის არსებობას ქვეყანაში ვეღარ ხედავენ. თუ ეს ბიზნესი არ არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ პრესა უბრალოდ ჩვენამდე ვეღარ მოვა. ერთი მხრივ ილახება პრესის უფლებები, რომ გაავრცელოს მან საკუთარი პროდუქცია და მეორე ილახება ჩემი უფლება მოქალაქის მივიღო ინფორმაცია პრესის მეშვეობით. თავზე ვილახება იმ კონკრეტული მეწარმის ინტერესზე, რომელსაც აქვს ჯიხური და ყიგის და კი ბატონო, მოდით გადაცემაში რეკლამა და რეკლამის შემდეგ არ შეიძლება არ შევეხოთ საინტერესო განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან, ჯონ ბასმა გაკეთეს საკმაოდ საინტერესო განცხადება მედიასთან დაკავშირებით, ამაზე ვისაუბრეთ გადაცემის დასკვით ნაწილში დაგველოდეთ. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმრები არიან ზვიად ქორიძე, მაგდა პოპიაშვილი, როგორც გადაცემის მეორე ნაწილის ნაწილში ვსაუბრობთ, ჩვენ ასევე შევეხებით ჯონ ბასის საკმაოდ საინტერესო განცხადება შეფასებას მედიასთან დაკავშირებით, ის იმყოფებოდა გურჯაანში, ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში, ერთ-ერთი ჟურნალისტის შენიშვნეს იმის შესახებ, რომ ნაციონალურმა არხებმა არ გააშუქეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გახსნა თელავში 14 დეკემბერს დილით, რომელსაც შეერთებული შტატების ელჩი ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემაში მონაწილეობამდე დაესწრო, დაეთანხმა მოსასწრებას და ჟურნალისტის აზრით ეს იმიტომ მოხდა, რომ ნაციონალური არხები მხოლოდ იმ ღონისძიებებს აშუქებენ, რომელშიც ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ბასის პასუხი ასეთი იყო. ბასის პასუხი ასე იყო. მეც შევნიშნე იგივე, რაც თქვენ დღეს.
დღეს დილით. საინტერესოა, რა პრინციპით არჩევენ ნაციონალური ტელეარხები იმ თემებს, რომელსაც აშუქებენ. ამას მივყავართ უფრო დიდ შეკითხვამდე. ვინ არიან ამ მაუწყებლების მფლობელები? ვინ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკის ფორმირებას ამა თუ იმ არხზე? თქვენ ჟურნალისტებს, მე როგორც სტუმარს ამ ქვეყანაში თითოეული მოქალაქე საინტერესებს თუ ვინ წყვეტს, რომელი ახალი ამბები უნდა მიეწოდოს მაყურებელს და რომელი არა. ეს პირდაპირ კავშირშია მედია საშუალებების სანდოობის ხარისხთან და ობიექტურობასთან. საზოგადოებამ უნდა იცოდეს თუ ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები, თქვა ჯონ ბასმა. ზვიად რა თქვა? ამაზე მეტი დამართვა არ შეიძლება რა ის თქვა. და არც ამერიკა აღმოჩენია მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის საქართველოში მან ელემენტარული დემოკრატიული ღირებულება, ელემენტარული დემოკრატიული ჭეშმარიტება გააცნო საზოგადოებას და უთხრა, რომ ეს არის ის კითხვები, რომელზეც თუ არ იქნება ღია გამჭვირვალე პასუხები, უბრალოდ არ იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატია და თუ გვექნება კიდე რიტორიკა მაინც დემოკრატიული, მაინც ფსევდო იქნება ეს დემოკრატია. ეს ყველაფერი არის აუცილებელი, გადაუდებელი. სხვათა შორის სულ რაღაც ორ კვირაში უკვე ამოქმედდება ის კანონი, მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ის ცვლილებები, რომელიც აპრილში განხორციელდა წელს. სწორედ მედია ექსპერტების არასამთავრობო ორგანიზაციების საკმაოდ ისეთი კარგად ჩატარებული ადვოკატირების პროცესის შედეგად პარლამენტმა შეიტანა მაშინ ცვლილება კანონში, რა თქმა უნდა, ყველა მოთხოვნას მაშინ დაყალბდა, მაგრამ ჩაწერა პირდაპირ, რომ აი 1 იანვრიდან 2012 წლის უკვე უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე ყველა ლიცენზიანტი მაუწყებლის მესაკუთრის ვინაობა, რომ არ უნდა გქონდეს ლიცენზიის ფლობის უფლება კომპანიას, რომელიც თავად არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული, ან მისი დამფუძნებელი არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია, ან კიდევ იმის დამფუძნებელი, ანუ ბენეფიციარი მესაკუთრეც არ იყოს ოფშორში რეგისტრირებული. ეს არის პირდაპირ, როდესაც საუბრობს ბატონი ბასი იმის თაობაზე, რომ ნაციონალურ არხების მესაკუთრენი ვინ არიან, იმიტომ ჩდება ეს კითხვა, რომ ეს კომპანიები, რომლებიც ფლობენ ნაციონალურ არხებს საქართველოს საჯარო რეესტრის თანახმად, ყველანი არიან რეგისტრირებული ოფშორულ ზონებში და არავინ არ ვიცით რეალურად ვინ არიან ისინი. შესაბამისად, ეს კომპანიები ხარჯავენ ფულს, სხვათა შორის გუშინ წინ იყო ძალიან საინტერესო კვლევის პრეზენტაცია თბილისში საერთაშორისო გამჭვირვალებამ სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის ანალიზი გააკეთა, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩემი აზრით. იქ გარდა იმისა, რომ მთელი კორუფციული სქემებია და იქ არის ერთი საინტერესო დეტალი, მთელი სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე ტელევიზიაზე მოდის სატელევიზიო სარეკლამო კომპონენტი არის დაახლოებით 35 მილიონი $. როდესაც თითოეული მხოლოდ ის ორი მსხვილი კომპანია რო ავიღოთ საერთო ეროვნული, გაცილებით მეტ ხარჯავს, ვიდრე 35 მილიონი არის ორივესთვის საკმარი. როდესაც გაირკვევა მესაკუთრეების ვინაობა, მე ავტომატურად დგება საკითხი. რატომ ინახავს ეს მესაკუთრე ტელეკომპანიას, რომელიც ფაქტობრივად არის წამგებიანი და წამგებიანია ის მუდმივად. ის არ არის მოგებაზე ორიენტირებული კომპანია. ის პროპაგანდისტული კომპანია, შესაბამისად პროპაგანდა ჭამს, პროპაგანდამ არ შეიძლება ფული იშოვოს, ხო? რეკლამა რაც არის, რეკლამა ისედაც ვიცით, რამდენად არის მონოპოლიზებული და რამდენად არის პოლიტიზებული და სწორედ პოლიტიკური კონიუნქტურის წყალობით მიდის დღეს თანხები ტელევიზიებში რეკლამის სახით და მოკლედ დავასრულებ. აი ეს მთელი ეს სქემა იკვრება ამ ყველაფრის და მერე უკვე სარედაქციო პოლიტიკაც მექანიკურად გამომდინარეობს აქედან, როდესაც ასეთი გამჭვირვალე მესაკუთრეა, გაურკვეველია, როდესაც გაურკვეველია ფულის წარმომავლობა, რომელიც ამ ტელეკომპანიაში მოდის, მათ შორის სარეკლამო ფულისაც და რატომ მოდის ეს სარეკლამო ფული მხოლოდ ამ ტელეკომპანიებში და მერე უკვე რა თქმა უნდა მარტივად დადგება. ამ ნაციონალური არხებიდან ორი არის
კერძო, ხო? დამოუკიდებელი ტელეკომპანია ის ორსებს საუბრობთ, რომ მესამეს ეს პრობლემა არ უნდა გქონდეს. როდესაც ახალი ამბების შერჩევაზე საუბარი, რომელზედაც საუბრობს შეერთებული შტატების ელჩი, რა პრინციპით არჩევენ მათი რედაქტორები, პროდიუსერები ამ თუ იმ ახალს, რომ ახალ ამბობს, რომელი გაშუქდეს, რომელი არ გაშუქდეს. რამდენად სწორია წაუყენო დაუშვათ ეს პრეტენზია კერძო ტელეკომპანიის პროდიუსერს, რომელიც იტყვის, რომ მე ესე რომ ვთქვათ, არ ვარ ვალდებული დაუშვათ მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, რომ კი ბატონო, კერძო კომპანიას ექვემდებარება ექვემდებარება, ის არის მედია საშუალება და ის არ არის პურის საცხობი, ხო? ის ექვემდებარება. საზოგადოებრივი მოუწყებელი პირდაპირ ღიად გეუბნება, რომ ის არის საზოგადოების საკუთრება და ის პირდაპირ ფინანსდება საჯარო ფინანსებით, მაგრამ რაც შეეხება კერძო მაუწყებლებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მე მითხრეთ, რომ ის არის კერძო მაუწყებელი, ის ეთერში რომ გადის და ის რომ მაუწყებლობს, ის მაუწყებლობს საზოგადოებრივი სიკეთის წყალობით, ის განკარგავს საზოგადოებრივ სიკეთეს, რაც არის სიხშირე და ამიტომ ამ საზოგადოებამ უნდა მიიღოს საპასუხო იმ მოთხოვნის საპასუხო პროდუქტი. ანუ მან გაიგო ძალიან მნიშვნელოვანი წილი ამ ტელეკომპანიების საქმიანობაში, იმიტომ რომ ეს სიხშირე არის ბუნებრივი სიხშირე, ეს არის შეზღუდული სიხშირე, ეს არის საზოგადოებრივი სიკეთე და რაკის შენ ხარ მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობ თამთა საქართველოს და იყენებ ამ საზოგადოებრივ სიკეთეს, ეს სიკეთე რაღაცით უნდა დაუბრუნოს და რითი შეიძლება დაუბრუნოს სიკეთე მაუწყებელმა საზოგადოებას თუ არა ნაღდი, სანდო და უტყუარი ინფორმაცია. მე მინდა მაგდას ვკითხო, რადგანაც ჩვენ ამ კვლევაზეც ვისაუბრეთ, თუ მიაწოდეთ ამ კვლევის შინაარსი, ამ კვლევის დეტალები საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ გქონდათ ამის. კი, დღეს ჩვენს პრესკონფერენციას ესწრებოდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი NDI-ის და ARA-ის წარმომადგენლები, ევროკავშირის წარმომადგენლები, გარდა ამისა ჩვენ ვაპირებთ დაახლოებით 150 ელექტრონულ მისამართზე უცხოელებთან, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ გავუგზავნოთ ეს კვლევა და ჩავაყენოთ საქმის კურსში რა ვითარება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე საქართველოში, როგორც მედიის, ისე ადამიანის უფლებების კუთხით და ბასთან დაკავშირებით ერთს დავამატებდი. მე ჭვიმაქვს, რომ ბასისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც შენიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში რომელიღაც რეგიონში არ გაშუქდა. მე მაგალითად მახსოვს, რომ მისი ვიზიტი შიდა ქართლში ასევე არ გააშუქეს ნაცმაუწყებლებმა, ასე რომ მისთვის ეს არ ახალია. დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, ნორმალური საარჩევნო გარემო, ეს არის ის ფუნდამენტური საკითხები, რომელიც დევს საქართველოს და შეერთებული შტატების, საქართველოს და ევროკავშირის ნებისმიერ მოლაპარაკების მაგიდაზე და შესაბამისად, თუ ეს ფაქტები იქ იქნება გარჩევის საგანი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამით ქართული საზოგადოება ნამდვილად იხილავს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგზავნეთ და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ზვიად ქორიძე, მაგდა პოპიაშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები, გადაცემის დასასრულს კიდევ ერთხელ ვიტყვი, ხვალ ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები ვიკრიბებით მუცუბიძის პირველი მიკრორაიონის პირველ კორპუსთან პოლიციის შენობის წინ იმისთვის რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით 1 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტროს ახალი ამბები 10 საათზე გელით პირდაპირ საუბარი ეკა პერიძესთან ერთად მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.